ტელევიზიის შოუს სტუმარი გახლავთ კოლეგა, შოუმენი ნიკა ქავთარაძე. აიდენი დარბოდა ეხლა რა რომ ეგონოთ რომ ახალგაზრდა არის. არა ისე იცინოდა რომ ეგრევე იწვებოდა რომ ძალიან ეს მაგარიას ახალგაზრდობის ძალიან და აი ძალიან. ეგ ეთქობა პრეზიდენტების რაღაც ხრიკია მახსოვს ჩვენი პრეზიდენტის ეს ბოლოზია ლაპარაკი რა როდესაც გაპრეზიდენტებას აპირებდა აი ადგილზე მოწყვეტით გაქცევა რო არა ეგ იღებდა გიფტს. ამან გამოირვინა რა 25 მეტრი. არა მაგრამ აი ვიდეოს თუ ნახავთ აი მან სადღაც აი რომ ადგილზე აბუქსავებს ეუბნე ემშვიდოება და მერე დააწება. ნაცნობი დაინახა ნაცნობი. სალობიე იყო ღია გახედა და ნახე მოვიდა და უკვე აი ეგ არის რა. მადლობა რომ გვესტუმრე. რა მადლობა პირიქით დიდი მადლობა ბიჭო. მადლობა რომ გვესტუმრეთ და რაღაცა იცი რა არის დღეს ჩვენი მონოლოგის თემა იყო. კი ბატონო ვიცი. გადაცემები და აი როგორ არ კითხო ეხა შენ პირველ რიგში გილოცავ გადაცემას ფსკერი. მე ძალიან მომწონს და გასაგებია თუ რატო ქვია ფსკერი, მაგრამ მაინც უნდა გაგიცოთ კითხვა რატო დაარქვით ფსკერი. გეტყვი ალღო ანუ რაღაც დონეზე გზნობდი რომ ტრენდი უნდა გამختارიყო ეს ფრაზა რა თვითონ თუ სახელწოდება, იმიტომ რომ ამაზე დაბლა დაშვება, მე არ ვიცი რაში ჩვენ ვართ ახლა. შესაბამისად ადამიანებს თუ ვეტყოდით იმას რომ ეს ფსკერია, რაღაც დონეზე შეიძლება мотиваცია ქონოდეთ რომ ფეხს დაუკრავ და ავალზევით, მაგრამ ყოველ კვირას აი ვიტანჯები ბიჭო. არ დამთავრდა ფსკერი რა. ფეხის მოსაკიდი არ არის. არ დამთავრდა ფსკერი და მიდის და მიდის აი გეუბნები. ფეხბურთისაგებამ გამძაფრა კიდე უფრო ეს. რას ლაპარაკობ? ეგ ძალიან იყო, მაგრამ ნუ მანდ ეხა ქართული ფეხბურთი რო გითხრა ეხა სიმართლე რომ მაინც და მაინც ფსკერზე ვით მე მახსოვს. ეხა ინაცვალე მაგათ აგერ ამათ მიმიციან რომ თუ ხმა ახლა ჩახლეჩილი მაგ და არ ვღერივარ ოპერაში ფეხბურთელები ისრაელია, იმიტომ რომ 80,000 კაც უყვიროდი რომ საქართველოს ეყვირათ. ეს დებოდა მთელი წლების განმავლობაში, მაგრამ ნუ ფსკერია, თუმცა ნეტა მარტო ფეხბურთი იყოს ფსკერი. აბა. და სხვა რამე არ იყოს, ანუ ფეხბურთის მიზეზით არ ყოფილა ეს გადაცემა და ახლა სხვათა შორის უფრო მეტი ადამიანი იყენებს ამ ტერმინს, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ფსკერია და შეიძლება ამის გამოც არ იყენებენ, მე მიხარია. ხო, მთავარი ბიჭები რო იძახო ნახო ყოველ. ხო, ეგრე იძახიან. რა ვიცი, მეტი აფერი არის. ლოგიკით შეიძლება დედის დაერქვა გადაცემაში. ძალიან ხშირად ეგ ყველას მოუგებდა. ეს მე არ მქონდა მიზნად რა. ხო, რიგოს ჩვენი ასაკის ძმა არის რა, ხო და რაღაცები გაიხსენე რა. არ გახსენდება მე მაგალითად ჩვენი დროით რაღაცები გამოგჩა ჩვენ პირველ მე მაგალითად 6 თვის დაგვიანებით ხალხს მიულოცე ბარბარობა. ასე რომ და რაღაც სასწავლო ფრაზებს ვიცოდი. ანუ ეგ რა გააკეთა რა. არაფერი ბიჭო როგორ იყო იცი, ანუ 6 თვის წინ იყო ბარბარობა, მე მუშაობდი დილის გადაცემაში და 6 თვის მერე მიულოცე ბარბარობა, იმიტომ რომ სადღაც წინ და უკან ტექსტებს არ ცვლიდნენ ხოლმე და შაბლონად ჩაგიგდო შაბლონი და ძალიან ბევრი კურსი დამარცხინე და აგვისტოში მიულოცა ბარბარობა. ჯერ ერთი ძალიან მაგარი იყო, ვიცი, აქის თაობავთ, რომლითაც ახლა ძველი ამბებით უნდა გავუსვან. ჩვენ ხო საერთოდ ვერ წარმოგვედგინა რომ ტელევიზიაში შეიძლება მისულიყო და დაგეწყო მუშაობა. ანუ ტელევიზია ეს იყო რაღაც მუშაობდა ორი კაცი. ხო, ორი კაცი აქედან ერთი ქალი. ერთი ქალი, ორი ადამიანი. ის მუშაობენ, არ აკეთებიანო. კი, აი ხო და მაგას გეუბნები და შესაბამისად დამოკიდებულება მოთხოვნაც, ანუ სად მითების ხრევა რომ დამეწყო ტელევიზიაზე, ეს იყო 90-იანებში. ზესტაფონში გაიხსნა ტელევიზია 91 წელს, რომელსაც დაარქვეს იმერეთი 2000. იმიტომ რომ იცოდნენ რომ 2000 წელს უნდა მომხდარიყო მეორედ მოხდა. ხო, ეგრევე აბანო ეხლა. ანუ ბოლომდე იყო. ანუ ტელევიზია თქვა რომ სანამ სამყარო არსებობდა მოუწყებია. გესმის? ხო, ანუ აქ მივხვდი რომ ტელევიზიასა და ჩვენ შორის მაინც და მაინც დიდი კედელი არ არის. გესმით და მე უკვე დავიწყე ამ ტელევიზიონში კიდევ სხვანაირად ხდება და მაგალითად ეგეთი ტელევიზია შრო იყო რა ევრიკა, სადაც სალონის ამბავი და რაღაცეები ხო იყო. ხო და ამ ტელევიზიაში ფეხბურთიც იყო რა ამ სალონის გარდა და მიყავდა ერთ კაცს ჟურნალისტს სავარაუდოდ. ისეთი დრო დაემთხვა რომ მაშინ რუსთავიორმა იყიდა ოფიციალური ლიცენზია ჩემპიონთა ლიგის თამაშების თუ რაღაც ევროპის რაღაც თამაშების. და შესაბამისად ამ კაცს რომელსაც ფანბეიზი დიდი ყავდა კაცო, პატარა ის კი არ იყო, მიჯაჯული იყო ხალხი, ან მაშინ ფეხბურთი არ იყო და შესაბამისად არალეგალურს ვინ ეძებდა, რას ლაპარაკობ, ვადაგასულ საჭმელს ჭამდით, ეხა არალეგალური ფეხბურთი ფეხბურთი. ეხანაში სადაც ზუკო და იუპი. რას მელაპარაკე? ხლებოდა რომ ნატურალური სასმელი იყო. რის გამოც ასე გამოვიყურებით და არა უფრო ახალგაზრდულად ეს ფეხბურთის ტრანსლაციის ძალი. ხო,
ხოდა მოკლედ და ტიპს აუგზავნა რუსთავი ორმა და ახლა რუსთავი ორზე ცუდი სხვა სულ არ არის პრობლემა ტელევიზიაში შეგილი ერთმა შედგა. ხოდა აუგზავნა რომ აღარ უნდა აჩვენოს, მაგრამ ახლა ეს კაცი რაც ისწავლა ის იცის და მე რო ახლა ხო რაღაცაზე დამნიშნო, რაც არ ვიცი იქ დამნიშნო, თავაგვაძე ხო არ ვარ. ამიტომ ავდექით და ამ კაცმა ავდექით პირველ რიგში. ადგა ეს კაცი და ტელევიზორი. შემოიბრუნა თავისკენ ეს ტელევიზორი და ვიდეო კადრი რა ჩანს, იცი მაყურებლის ტიპი ვიღაცა ზის მაგიდასთან. სვამს, ეწევა ნერვიულობს და უყურებს ფეხბურთს და გიყვება. ჯერ ამხელა არტისტის მიუნდა რომ კაცი დააბა. შენ ანუ ეს თვითონ რო იძაბება, შენ ამის მიმიკაზე ხვდები, აბა რა ხდება? ხო და აი თან ეს ხო არის ლაივია რა, ის არ არის რომ ჯერ უყურე იქ და ახლა გადმოვერთია აქ რომ აი ის რანაირად წაიყვან და ალბათ ესეთი ხალხიც იყო, მაგრამ უყურებ ლაივში გაინტერესებს. და ეს ნომერზე რა ხდება მთელი ამბავი არა ინტერნეტი არაფერი და რაღაც მომენტში ბარსელონამ აი ეს ჩაითრია ეს ტიპი და იგი მოატყუა ერთი და აი აღარ იცის რა ქნას თავს ვეღარ იკავებს, აი ხალხო როგორ გამოუხატო რაც ბარსელონამ ქნა. არ ვიცი და ესე კაფში შეხედა, მაგრამ მაინც ვიტყვი. მალადეც ბარსელონა. მალადეც. ეს ეხა ნახეთ, ძალიან მაგრას გაგახსენებთ რა. 90-იანი წლებია და ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა იმ თვალსაზრისით, რომ აი რა ვიცი, აი რაც ეხა აკლია რა ამ ყველაფერს რა, ის არის რომ აი ეგ დეტალია. აი პა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  რო დადიხარ და ისვრი რა, ესეთი ცხოვრება გვაქვს რა. რატო გაცვია, ეგრე გაცვია, აი ხოცვაჟ ლეტვა მიდის და ხედრიონი აქეთ არის და ყველა რეგიონს ყავს, ასე ვთქვათ, ეს თვითმმართველობები. ზესტამოს თავისი საძმო ყავდა, სამტრედიას თავისი, ზუგდიდის თავისი, ნორს თავისი, შვირი ამ შემთხვევაში ზესტამოში რაჭა თავისი, ამ შემდეგ და სამტრედიაში იყვნენ განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, ძალიან კრიმინალები იყვნენ ეს. ხო, ნუ ეხლა. იმდენად კრიმინალები იყვნენ, რომ ერთ დილას, მაშინ ალიონი გადის მარტო, ალიონი გადის პირველ არხზე და ზარი შემოდის სამტრედიიდან აქ. რიონ ჰესია თუ არ ვწდები საუბარი. რიონ ჰესთან და რიონ ჰესი რანაირი პუნქტია ეს, ანუ რიონ ჰესი რამე რო დაემართოს და ის იმის იქეთ დასავლეთ საქართველოს აღარ არსებობს ის ცურვას და ვიწყებთ აქედან პერევალიდან უნდა გახვიდოთ ცურვით ბოლოში. ხდებას? უბედურება კაცო, ასლავს საშინელება. იმერეთი 2000 შეიკეტა. 2000 ხო და და რეკავენ ესენი და ეუბნე ალაპარაკებენ რიონ ჰესის ვიღაც ტექნიკურ დირექტორს. ეს საძმო რეკავს. საძმო რეკავს ალიონში. და ეუბნება რომ ერთი მანქანა ნივითო ტროტილით სავსე არიან მოსულებიო. რა უნდა თუ ჩვენთან რატო გვირეკავ? ამათ გონია თუ ეხლა რაღაც საინფორმაციო სამბავი და რაღაცა. ამას მე ვერ გეტყვი, ეს გეტყვის თვითონ. რა და ეს კრიმინალი ვიღაცა და ეუბნება. თუ არ გინდათო, რა ეხლა რიონ ჰესი ავაფეთქოთო ბიჭო. ანუ რა ტიპის დივერსიაზე არის საუბარი, მაინც გავიაზრო. დღეს დილასო გადაცემას დაიწყებთო სამტრედიის მისალმები. და ეს დავაში როზივარ მე და დილის გათენება არ მინდა და რაცხას რო ველოდები და რობა ხელთვალს და გამარჯობა თქვენ და ის საერთოდ სამტრედიას რატო ესამება რომ ვერ ხვდები. მარტო ამინდის პროგნოზში რო აწევს. მარტო სამტრედი გამარჯობათ მოგესალმებით სამტრედიას და სამტრედიელებს. ანუ არაფერი არ არის, არ სამტრედიობა. ანუ არაფერი არ ხდება, რავი, სამტრედიობა. არ რამე მოხდა სამტრედი. აი ესე დროში იყო ტელევიზია. ამოვიდნენ ისინი ერთი ტროტილი ნივით და ბედნიერები აი რეიტინგის მოკაჭაც ეგრე უნდა. ხაზი რო გაუსვათ ჟურნალისტისთვის რამე სხვა რამის თქმას, ასე ვთქვათ, რაც მას არ უნდა ეთქვა, ანუ მისი გეგმების არევისთვის 90-იან წლებში საჭირო იყო ტროტილით მისვლა რიონ ჰესზე. ახლა ბევრად უპატიოდ იცვლიან ჟურნალისტები. ეს ძალიან მაგარი ამბავი. წარმოიდგინეთ, რუსთავი ორზეს გამახსენდა მეც ისევ რა. სამუშაო პროცესი მქონდა, მეგონი, აქეთ ხარის მე დავანოვი ჯავახიშვილი ვიჯექით რაღაც ხუმრობებს წერდით, იქეთ 60 წუთი იყო და კიდე რაღაც აღარ მახსოვს იქ იყო და ვიღაცამ რომ მუხა გააქანა და ხია რუსთავი ორ. შუაში მოხდა აქეთ ჩვენ შევზანზარდით იქეთ ისენი და აი შუაში გაგზელდა ჩვეულებრივი სამუშაო საქმე. რაც იყო ჩვეულებრივი ამბავი. სატანა დაგვაგვიანდა ცოტა. გადაკეტილი გაგზელდა. ისიც ყვამლის გამო. ო ბაბუხ რაღაც ამბავი იყო და კაი ახლა ჩავარდებით პანიკაში გვესწრათ. პრობლემი. არა აგზელეთ ახლა მუშაობა. ბოლოს როდის ითამაშე ნიკოლოსი? რამე თამაში? აი ნებისმიერი რამე თამაში. არა, არ მახსოვს.
ნუ გაიხანია. აი ახლა ხალიდან გემახსოვრება უკვე. რატო იცი ხვალ თუ ვინმე კითხავს ბოლოს როდის ითამაშეო შეგიძლია უთხრა რომ დღეს. რატო ვანიკო? რატო და ჩვენ თამაშები მოგიმზადეთ, მზად ხარ, როგორ თამაშო, კარგი რამე, გასართობი სათამაშოები. ოი როგორ მალავს აი ხან ეგეთ სიამოვნება არ მინდა. თამაში ადგილზე? აბარა ადგილზე ვითამაშო. ეს რაც არ ვითამაშია, ყველაფერი ერთად უნდა ვითამაშოთ. ეს თან ერთი თამაშია, ეგეთი არ არის. ეს არის ერთი თამაში. ეს არის ეს ძალიან კარგი. ესე იგი ამ თამაშს ქვია ზარი ახლობელთან. კი ბატონო. უი ზარი. ზარი ახლობელთან. შენ უნდა დაარეკო, შენ ნებისმიერ ახლობელთან, გინდა ცნობილი სახე იქნება ეს, უკეთესი იქნება თუ ცნობილი სახე იქნება. ან შეიძლება არ იყოს ცნობილი სახე. ეს შენ აერჩიე, უნდა ელაპარაკო და აქ არის რამდენიმე სიტყვა. ამ სიტყვას მე გაჩვენებ და ეს სიტყვები აუცილებლად ამ დიალოგში უნდა გამოიყენო. მოკლედ, შენ გაქვს ერთი ჩვეულებრივი ზარი ახლა შენს ნაცნობთან. რასდე დარეკავ ჩვენ არ ვიცით და ამ სიტყვებს მოგაშველებს გზადაგზავნა. და სპიკერფონზე თუ შეიძლება. სპიკერფონზე ხო. აი ამასთან ხო, ახლოს რომ მიიტანო. ირაკლი საღინაძესთან ვრეკავ, რა ვიცი, ალბათ ყველა მიცის, ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერია და ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემი ძმა და თქვენი ძმაც. კი ბატონო, უბრალოდ კარგი ადამიანი და ჩვენი მეგობარი. საღინა. ხო. ჯონიკ, გცალია 2 წუთი? კი. მომისმე დღეს ვერ გნახე და ბიჭო საახალწლო რაღაცეებზე მინდოდა რომ გველაპარაკა, მე რაღაცა ზესტაფონში. ლაპარაკებოდი ზუსტად აკრას პირველში გავუშვათო ის ტოპ ისენიკო რა, მუსიკალური ნომრები და რაღაც ტოპს. ბიჭო, რაღაცა რუბრიკა მოვიგონე, როგორ იცი, ნეშონპალა ქვია. ანუ არის აი ძველი რაღაცეები, ანუ ტიპები, რომლებიც დამყაყდნენ, ასე ვთქვა, ჩამოცვიდნენ და ძირს არიან, დალპნენ, მაგრამ მაინც ფაფხურობენ. აი ეგეთი რაღაცა რუბრიკა. ხო, რაღაცას რა. აზარი არა მშვენიერი რუბრიკა. ხო და უბრალოდ როგორი პონტი არის, იცი რომ ჩემგან არის ძალიან უცნაური ისა გაკეთება ამისი რა, ეხა ნაშა მე არ ვარ, რაღაცა ტრაკი მე არ მაქვს, ჯიქანი მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს და ისეთი რუბრიკაა რომ პოლიტიკური კი არ მინდა, აი უფრო სექსი ხაზის რო იყოს რა რაღაცა, რომ აი ამ ნაშას რო აღარ მოწონს ისეთი ტიპები, რომლებიც უკვე ჩამოცვიდნენ რა. ფაქტიურად ფასი არ აქვს, თორე რა ეგრე უნდა თქვა, როგორც ბიჟუტერიასავით უბრალოდ არიანო რა, რავი, როგორ გითხრა რა. ცოტა გაუგებრად შეიძლება გელაპარაკებ, მაგრამ მეც ახლა იმას ის რასაც ამბობ ზუსტად ფორმა ეგ როგორ იყოს მოწოდებული კიდევ ვიბაჟოთ და ცალკე წამყვანი ყავდეს. კი, ხო, მომისმინე. უბრალოდ რა პონტი არის, ისე არ რაღაცას აკვიატესავით არ მინდა რომ ეხლა გაატრაკებ და გიხარია პონჩი კი არა, იმენა ვიბაზროთ, გავიაროთ დეტალურად და ისე ვქნათ, იმიტომ რომ ახალწლამდე დრო არის და თან რა ვიცი, ახალი იმას ისიც ხო, კიდე რა მინდოდა. ეს მეფეზე რომ რაღაცა სკეჩზე გითხარი იმ დღეს რა, მეფის სკეჩზე. ბიჭო, ამ ცხენების მოცემაზე იმენა ტვინს და ერთი არის, მაგრამ მეფეზე ცუდად გამოიყურება თვითონ ცხენი, იმნაირი ცხენი არის, აი ძალიან ჯაგლაგია, უნაირო და მე ვფიქრობ რომ დავიკიდოთ ეგ და ჩვეულებრივად გავაკეთოთ ხის ცხენით. ხის ცხენით იყოს ვაფშე. სო, მით უმეტეს ვახიამის ჭიპონზე ის პარტიაც ისწავლა, რა ქვია ეს ჩვენი ჰიმნი. ხო და მე მგონი კაი გამოა მეფე ხის ცხენზე და ჭიპონი ძალიან კაი არის რა შეჩემა რა. ხო, კაი, პროსტა თან წინსლებით ვიღებ ჩვენ. ბიჭო, ისი რა მაინტერესებს? ადრე ეხა ერთ რაღაცაზე მიდოდა ხადავდა, ხო არ ტეხავს ჩვენგან თქო. გვარამიან რომ პირბადეს ჩაჯვი და არ თქვა თუ ეგრე ქვია თუ რაღაცა. ეგ ტერმინი ქართულია? ჩაჯვი? ხო, ანუ შეგვიძლია გამოვიყონოთ? ქართული რას ნიშნავს რაღაც გამიგია ადრეც, просто ჩაჯვი არის ჩაჯვიტზე გამბობდნენ ხოლმე არა. კი ბატონო, კლინჯი როგორც არის, ჰალსტუხი ეგრე არის ჩაჯვი ვირზე. ეგეთი სიტყვა რა, გამოგონილი სიტყვაა, მაგრამ გვარამიას თავის მხრივ არ გამოუგონია, просто დაარქვა. ოღონდ ხა ჩაჯვი რო იყოს, უნდა გაიკეთო კურტუმოზე და პირზე თუ იკეთებ, რატო არის ჩაჯვი ვერ ხვდები просто. ესე პირიდან ამოგვდის. ამ საქმეში რომ ჭიპი გაქვს, მოჭრილი ვიცი, მაგრამ ჭიპლარის თუ გქონდა დატოვებული არ მეგონა. კაი ძმა ხარ მოკლედ. ბიჭებთან ვარ თავარზე, ბიჭებთან. ჩემი ძმა ხარ. კაი საღინ, მადლობა, გადამარჩინე.
ეგეთი არა ეტლერ მეპარება მე მგონია რომ მიხვდა სადღაც ჩვენგზაში მიხვდა რომ რაღაცა ახალი პარტია არის შემოტანილი ხალხი ნაფიქს ვერ ამბობს და შენ ესე გზადაგზა რანაირად ილაპარაკე მე მჯეროდა მეთქი მე ჩვენი ნიკოლოზ ეჭვი არ მეპარებოდა თავს რო გაართმევდი არა არც მე მაგრამ ხო ხედავ სად გიშველა ახლა შენ მაგადასემა აი ყველაფრის საშ ყველაფერი ჩასე ვახიას რო ჭიპონზე აწყობინა ჰიმნი აი ეგ იყო აი ეგ მანახა მეფე რო ჯაკლაკებს ხელი თვიდა ვახია ჭიპონზე რაც აღწერა მთლიანად ეგ სცენა არ მოგეთ ნიკოლოზ შენი რა გაარჩი ამ წარმატებას ანუ გვიხარი მეტყვით ახლა გადავინასოთ ახლა ჩვენ ლიდერების ოთახში ხო სხვა თამაშებიც მოხოდოთ კარგი დადახარ მაშასე მეგობრებო ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერების ოთახში რათა ვითამაშოთ კიდე ერთი საინტერესო თამაში ჩემონიკა მოდი ჩვენ გავიყოთ ახლა გუნდებად შენ და ილო იქნებით მე და ნიკო ვიქნებით აგერ ჩვენ ადგილებზე დავლაგდებით და თამაშს ქვია მშობლიური ჰანგები ეხლა განგიმარტავ ყველა მოდი დავლაგდეთ და თან გეტყვით ჩემთვის სულიკო არის ეგრე გამოდის დაახლოებით მე ახლა ვთხოვოთ სტუდიაში შემოვიდეს ჩვენი მეგობარი ხვიჩა აპლოდისმენტები ხვიჩა ობრძანდი Привет. Салами. აპლოდისმენტები ხვიჩას ესე იგი ხვიჩას კურსასმენებში გაჟღერდება უცხოური სიმღერა ნებისმიერი და რატო ქვია ხა მშობლიური ჰანგები მშობლიური ყური გაიგებს და ჩვენ გადმოგვითარგმნეს ამ სიმღერას კაია მთელი მაგის ხიბლით წარმოდგენა არა გვაქვს ჩვენ რა იქნება და უნდა მივხვდეთ შეინამღერით მოკლედ არ ვიცი მე ვიცი რომ უცხოენებში აღარ დონეზე არ ხარ აშკარად როგორც მე ხო ვიცი მარტო ოკეი. აბა ხვიჩა მოვიგოთ თუ შეიძლება კურსასმენები გაჟღერდება სიმღერა თუ გამოვიცანით რა სიმღერაზეა საუბარი ვაჭერთ ღილაკს ვასტოპებთ და ვასახელებთ ვერსიას აი ეგრე ზუსტად გავიდა რა ხო მზად ვართ გაჟღერდეს ხვიჩას კურსასმენებში დავიწყოთ სიმღერა Ene maseta. Oh yeah, jamezamenareta. Amena galorina uro. ოკეი არსად არის ხო რომ ერთგან მაინც დაიცა ხურქულია რა ვიდი აი Nasito. დაგასტარი დესპასიტოა დესპასიტო წეკვით რო აგვიხსნათ შემდეგი დაიწყო Nacheni sana megi hona jeme hona he. Nacheni ხო არ გონია მართლა ოკეის გარ ჩვენი მეგობარია და ოკეის მეტი ინგლისური არის hona tome hema he. Hoppa, Gangnam Style, Gangnam Style. Hoppa, გავაჟღეროთ მუსიკა? Te gamasta. რანაირად. Hoppa, ეკაკე, ჰუკა, ჰაკა, ჰიკა. კარგი, მადლობ. შემდეგი დახშული პურით. Shaul. შაური Sexy Emma. შაური გავიგინე Sexy Emma. Look at that guy. Hey, look at that guy. Hey, look at that guy. Hey, look at that guy. სიმღერა კი არის Look at that guy. Sexy Emma. Look at that guy. Sexy and I know it. I'm sexy and I know it. Look at the guy. შენ და the guy. კი რა არის I'm sexy and I know it მე რა ჩვენ დავარჩით. ყველა მეცნიერა გაგიმარჯოს, ოღონდ მართალი იყო. გავაჟღერა. ოღონდ მართალი. ეგ არის. მე ამის გამწვარი არ ვიხავი, მაგრამ შენ რო წამოგსდა გავრის. უნდა ისარგებლო. ეხლა დაგვიტარე. კი ბატონო. დაგვასტრეს. დასწრება. შეგვიძლია შემდეგი სიმღერა ორით გამოვიცანი. Ilon გამოის. ხო მე მარტო ილომ დააჭირა. პარამექნა. Მაიცა ნუმასტე. მოიგო ნუაცნე. რაც არჩევნებში იქნეს, ისქნა ილო. აუ, ეს რა გაიჩიტა. Hey, omranziv da hey.
ეგეთიაო. ო, ვერ გაიგე. ჰეი რაღაცა ისე არ წავიდა. რა არ მოწონს ეგ? Don't touch me. Push me. Touch man. The distraction. ეს არა. ეს მაინც შენი იყო შენი დროის ჩვენი დროის ჰიტია რა და ადვილად გამოდის ეს იმიტომ მევასებოდა რომ ეს სიმღერა რომ შემოვიდა ცოტა ხნით ადრე მორჩას აღში რემონტი და რატო არ მყავდნენ ამნაირი ხელოსნები და რემონტს რა და გავიწყებდა? სექშენო კაცო. აბა გაუშვა. შემდეგი სიმღერა მივცეთ ძალიან ასს ვეთამაშებით, იმენ პროფესიონალია და ფრთხილად ვიყოთ. ინტროა. ნელი სიმღერა როგორ? Hey, Angelgi, Hangi, არა ისა ერთი ორი სამი და დაიმან სინას კარა ეგ არის აი ვიცი მიდი გაძლე ჯერ არ გავაჟღეროთ? მიდი გააგზელე იმღერე არ მიდი, არა. ბიჭო არა ის ქალი არ მღერის ამარა იმ დასაწყისი იყო ეგ მაინტერესებს. შენ თუ ეგ არ ტყი ეს თუ მე გავარ ეს თუ რიანა მალადეს რიანასია ეგ სიმღერა ხო shine like diamonds ეგ არა სია გავაჟღეროთ. სიას აი ეგ სიმღერა არის აი ეგ არის? მოულოდნელი წარმატება იყო, არ ვიცი? კარგი, შემდეგი. Sasikala da isisia. Amariga da sia. ეს აისა ბიჭო აისა აბრიგად გადა აბარდაცია ებრი გარდისია აბრიგარდა ისე ცუდად ღერის ვერ ვამობ თორე ვიცი ხელს გიშლის აბრიგა ინგლისური კი არა რა ვიცი რა ენა არის რაღაც სხვა ენაში ორე აბრი ორე არ ვიცი მაგრამ აბრიგა დალია შეიძლება რომ დავნებდეთ? გავაჟღეროთ, არ ვიცი, არ გავაგზავნე შემდეგი სიმღერა შემდეგ დავай მიდი ნიშე იმათი Inicielo, así cielo ay. ხო არ არის ლედი გაგა და ის მეორე ჯიგარი რა განაგზე. შელოუ შეიძლება შალალალა მაის თქოს კაცო Halabarise, hello. ეგ არის რაღაცა ფრანგული. ეგ არის ლეიდი გაგას ის არის სიტყვები გაიმეორე ეცადე სიტყვები ხო კაი მაბატი მეგონი არის რაც შეთქვი მეც ეგონია ის ლეიდი გაგას და ბრედლი კუპერის შალალალა შალალალა ეგ არის ფილმი და რო არის. თქვენ სხვა რამე თქვით? არა, ფილმი და გავაჟღეროთ. თქვენს რო ეგ არის. არა აი იქამდე შეიძლება რაღაც სასაცილო იყო მაგრამ ამჯერად აშკარად ლედი გაგა გამიცოცხლე აი მე გაპირდა კარგი, შემდეგი სიმღერა. Aleluya. 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 არა ისა ალელუია. ისა აუ ძალიან არ რა ვიცი რაც არის გეცილეს არა ეს შეხედეთ რო ხდება რომ ვაგებთ და ჩვენ გვიჯიგრეთ ჩვენ ურასაც ხდება რომ ვაგებთ აი ტიპი წარმოვიდგინე რაღაც მექსიკური სიფათი რო ფერადი რაღაცა ცოტა ჟიგალო რაღაც ტიპი ისა ფარელთან ერთად ხო არა ფარელი არა არა რა პინკ ფლოიდ ის არის რა პოპია პოპი არა ბომარლი არ არის ლუბეგა არ ვიცი ერიკ რობერტსი ვარდისფერი მანქანა კლიპში თუ რაღაცა დიდი საიპრესა რეპი არის არა აქეთ ანტონიო ბანდერასი ისა ბრუნო მარსი გაარტყეს მაინც იმდენი ჩამოთვალეს რომ მივიდნენ. ბრუნო მარსი გააჟღერეთ.
ეგ არის? ხო არის ბრუნო მარს. მე მაგალითად რაც სიმღერა დაიწერა კორპორაციული საღამო არ მქონია რომ ეს არ ემღერა ფარისებმა. ბიჭო, ტვინი აი რას ნიშნავს დედას? ამას უკვე მოძრაობაზე ტვინში ახლა ისეთი რაღაცების ამოცნობა არის. რაც არ მქონია დიდი ხანია, რა იგე. მეგობრებო, ამასობაში ეს თამაში დასრულდა, უცოდეთ? დასრულდა ჩვენი განადგურებით. ჩვენი განადგურებით და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით იქიდან გუნდის. მადლობა მან მოიხსენი. აპლოდისმენტებით გავაცილეთ ხვიჩა. გავაცილოთ ხვიჩა, გავაცილოთ. აბა კარგად. მადლობა. გილოცავთ მოწინააღმდეგე. გილოცავთ გამარჯვებას, გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ კიდევ ერთი თამაში ველოდება. არა? ამას სულ მალე გაიგებთ. მაშასე, პატრიცემულ ნიკოლოს ჩვენ ახლა თამაშობთ კიდევ ერთ შემდეგს თამაშს, რომელსაც ქვია შემოსვი ბულბული ჭიქაზე. წესებს ვინადგეს და ზოგადად რომ ჭრარო იყო და ესენი დაუხდით ხალხს. ავარია წესი. ეგ მიჩვეული ყავს ჩვენი მაყურებელი რა როგორ დავხდება. ვანიკო გვეტყვის ამას. მოკლედ, ესე იგი ჩვენ ტრაფარეტები გვაქვს მაგიდაზე, რომელზეც არის 3-3 სიტყვა. დაწერილი. 3 სიტყვისგან უნდა შევქმნათ ისეთი სადღერძელო, რომ ხალხმა თქვას, რომ ბულბული დასვეს ჭიქა. მზად ვარ? აქ გუნდებათ არ ვიყო, ჩვენ თავს მივხედავთ, ილო დაიწყე. აბა მიდი. იწყეთ. ჩვენს გვაჩვენე. რა? ჩინგაჩკუკი, ანტალი კუჭმაჭი. აბა? სმენა იყოს და გაგონება. აიმ სასმისით მე ერთი სადღეგრძელო მინდა ვთქვა. ინდიელთა ტომში ამ უძველეს ტომში ერთი ბრძენი კაცი იყო. გენაცვალე როგორიც ადგილობრივები მას ჩინგა ჭკუკს ეძახდნენ. ქართულად რო გადმოთარგმნო გველს ნიშნავდა, დიდ გველს. გველის მჭერელს. მაგრამ არა იმიტომ გველი, რომ გესლიანი იყო, იმიტომ რომ ბრძენი იყო. ხო და ამ გველივით ბრძენმა კაცმა ერთხელ თქვა, რაც არ უნდა ატანტალოთ ერთი ადგილიო. ყველა კაცი ბოლოს მაინც კუჭმაჭის ჭამას უბრუნდებაო. შეგენაცვალე. მოდი, დამბურძგლა, კაცებო. გულით გაკეთებულ კუჭმაჭს გაუმარჯოს, კაცურ კუჭმაჭს და ერთი ადგილის ტანტალს თავი გავანებოთ. ჩინგაჩკუკი. აიხარეთ. აიხარე, ალავერც გადადი. უჭმაჭს გაუმარჯოს და დიდ ტანტალს. ბულბული სადარი ბულბული. ცოცხლე. შვენიერი სადღეგრძელო იყო მე მგონი არა? აბა რა? წრეზე მოუყვე? ხო. მოუყვე წრეზე. ალავერდი ეგრე დადის. როგორ უნდა კაცო? ქაჩალი, ტრიკო ბუმბერაზე. და მეტი ძმა. ეს თქვენ რო თქვა და სამადლობელი ვთქვა. აბა? თქვენზე ახლობელი ხალხი ბიჭებო მიანყოს. შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე. უგუღმაც ეგრეა. აი ხარი. ხო და ამ ერთ პატარა ქაჩალ ბიჭს გული სატკივარი მაგ და თქვენს გარდა ვერავის ვერ ვეუბნი. აბა შენი სიკაჩალი აქ რა მოსატანიანი კუშჭა. აი რომ მოსატანი გახდანი. ისე მიცხოვრია, იცით თქვენ რომ მე სვისი ჯიბიდან ფული არ მომიღია და ჩემ სტრიკოში არ ჩამიდია. ვიცით. როგორც ჩემი ოსტატი. ბუმბერაზით ჩხირების მკეთებელი კაცი. აი კაცი. იტყოდა ხოლმე. ანსაცმელი რომ გაგხადონო. ტრიკო ბოლომდე დაიცავი. ამაშია გენაცვალე. იმიტომ რომ ტრიკოს იქით უკვე სხვა სიკაჩლე იწყება. მოდი. ყველა ბუმბერას ქაჩალს გაუმარჯოს. ვისაც ტრიკოს ვისთვის არ უჩვენები. აი ესე. გადმოდი ალავერი. ერიჩებზია ეხა ხო აქ. არტაროზი, ვაჩვენოთ მაყურებელსაც. უნთუშა და დუნდულა. ვახ. მოდი ჩემო ძმებო. მოდი იმ კაცის სადღეგრძელო მინდა დავლიო.
ვინც დღეს და ღამეს მეგობრებზე, ახლობლებზე, შინაურებზე ფიქრში ატარებს. ვაშენ გენაცვალე, ვაშენ გენაცვალე. რომელსაც შეიძლება ვიღაცა გამოლელმა ტარტაროზით კი დაუზახოს. ტარტაროზი. ბოროტს რა დალევს ნიკაჯი? აი, ღმერთი. მაგრამ მოდი ჩემო ძმაო, აი ამ კაცს გაუმარჯოს. ვინც ძმის მოკეთის სიყვარული იცის და დუნდულების გასასუქებლად კაც ფუნთუშაში არასდროს გაცვლის. შენ გენაცვალე, ტარტაროზი ეძახოს თელმა ქვეყანამ. შენ გენაცვალე. შრემლი მომადგა. აბა, სასაცილო აქ რა არის? ბულბული გზაშია, ბულბული. ბულბული გზაშია, ბულბული. მეც მინდა 2-20 სიტყვა გითხრათ. შენ შემოგვი ვანიკო. ტიტლიკანა დუქანი აირწინაღი. მე დალევა არ მინდა და ბევრ სადღეგრძელოს ვერ გეტყვით. აი, ბავშვების მოგონება მინდა რა. გავიხსენო, მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი და რაღაცნაირი, აი ხო, ეზოში რო დარბიხარ რაღაცა და დუქანი იყო იქ რა და მამამ მითხრა ჩაირბინეო რა, სტუმრები მოდიანო, 2 ფუთი ღვინო ამოიტანეო. ჭადი ყველ და რასაც გამოაყოლებსო რა. 12 ლიტრა, ხო? რა ვიცი და ხო და გაიც პატარა ვიყავი, გავიქეცი როგორც ვიყავი რა ტიტლიკანა თუ როგორც რა შევირბინე ამ იმაში რა. სეთი მკისესუნი იდგა დუქანში რომ აირწინაღი გამიკეთეს და ისე გამოგიჩეს. მე გეუბნებით რომ მეთქი არ გამომდის ეს ადრეძლო. მეგონა სანამ შენ იყავი დუქანში მანამდე დაიწყო ატომური ბომბი ჩამოვარდა და მოგიწია აირწინაღი მიადეთ გამოსვლა. ეგრეთ შეგვიძლია ჩემო ნიკა როგორც გაგიხარდებათ მაგრამ თეორია სადღეგრძელო შედგა. სადღეგრძელოს ავტორმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა კაცო სადღეგრძელოში, მაგრამ არ არის ჩაკეტილი თამადა. აბა რა კაცო, დემოკრატია გქონდა. გაუმარჯოს ჩემ ნათქვამს, გავუმარჯოს. მიუახლოვდა ჩვენი სუფრა და აი ესეთი სუფრები არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას. არა, არც ესეთი სტუმრები. ამადობა და აი ეს ტრანზიცია. აბა რა სტუმრები არ მოგვიშალოს. მაშ ასე მეგობრებო ნიკა ასეთ იყო ჩვენი თამაშები როგორც დაინახე გამარჯვებული ხარ შენ კი. იმიტომ რა ვიცი ვინმე შემოგვედავება ამაში შალსახად. აპლოდისმენტები ნიკა და აი ეს ჩვენი გადაცემისგან და ლიდერ ბეთისგან უკონტაქტო ბარათი შენგენას კარდის. დიდი მადლობა. გარიცხული ფასიმანე. თამადობაში მიგეყოლე რაღაცა. ეს არის ჩვენთან თამადობაში არა. დიდი მადლობა ბიჭო, ჩემი მეგობრები. ინაცვალე. ნიკოლას ძალიან დიდი მადლობა